Stopზე საყვარელმა კაცმა ბარათი მოგცა და რაც კიდეც იზიდეთ. ზესტაფონელი ხარ? სესიონო ძალიან. ხახავა? კი. 20 ლარიანი მოგცა ამ კაცმა და რაღაცა იყიდეთო ჩემს სახელზეო. კარგად. ჩამოვედით ზუგდიდში. და ეხლა მივდივართ მესტიისკენ. ძალიან კარგი ხალხი შეგვხვდა. უსაყვარლესია. ძალიან კარგი ხალხი გავიცანით. წავედით ეხლა მესტიისკენ. მესტიაში სადღაც დავბანაკდებით და ხვალ დავიწყებთ ჩვენ მარშრუტს მესტია უშკურის გზა. კი. და ეხლა მივდივართ შემდეგი სტოპით ხაიშამდე. მე ხაიშიდან წავალ მესტიაში. ამ რესტორანი გავუღაზე. კი. აი მეგრულ ჭამას მას გვირდებოდნენ, მაგრამ აბა მოგვიანდება. და ეხლა მივდივართ ესემე. ახლა ჩვენ ვართ კუდრის სახლში, აბა გეცნობათ. ყველა რო აჩერებს კამერას შეწყალები, მანდა სახელი ვერ დავიმასწავლე ამ ზაფხულს სპეციალურად ვიზიტირებდნენ. მე ხო ტესტაპით ჩამოვედით. მე რაღაცას ვკითხეთ რა ხარ გაგვიყალებით ხო, იმიტომ რომ მთელი გზა რომ მოვიდით ძალიან გუში. მანქანა აღარ იყო რა, მაგრამ მანქანა არ იყო და მეთქე როგორ მიწავიდით. გვეშინოდა რომ შეიძლება დაგვეღამდეს ისე რომ მანქანები ფიზიკურად აღარ ივლიან და აღარ გაყოლთ ვერაფერს. მაგრამ აქ დაგვხვდა მარშრუტკა, ფიზია გაგვიყალეთ, ვიკითხეთ. და რა პრობლემაა დასხედით, ცალკე გავიცანით ესპანელი გოგოები, რომლებიც თურმე ანუ ამ მარშრუტკის გზავრები იყვნენ და წამოდით კაცო ჩვენ სეზონში გაშალეთ კარები. არ ვიცით ეს ამდენ ლეგალურია? მოდით. ესე იგი, პირველი საათია დაახლოებით, დავბანაკდით მესტიასთან ახლოს და ბარემ ხოლაქედანვე დავიწყებთ ლაშქრობას უშკულის გზისკენ. პირველი დღე ძალიან მარტივი იქნება. ეხლა კარას ვშლით, მაგრამ აღმოჩნდა რომ გზაში დავკარგე ჯოხები, რითაც უნდა გავშალო. და ეხლა ჩვენი მეგობარი ჩავიდა რომ ამოგვიტანოს თავისი ჯოხები, რომ დავიძინოთ ამაღამ. სადამ მივარდა როგორანაირად არ ვიცი. მაგრამ გადავრჩით რა, კარვის გარეშე არ დავრჩით და ვიშოვეთ ეს ჯოხები. მეორე დღეა, ახლა გაღვიძებული ვარ. დღეს არ გვიწევს ბევრი სიარული, როგორც გავიგე, ყველაზე მარტივი გზა არის პირველი დღე. მეორე დღე უფრო რთულია, როგორც ვიცით. და ნახოთ გზა დაგააპდეითებთ. იმენა თინუსი. თუ რა. 12 კილომეტრი გასავლელი და დაახლოებით 4 საათის სასიარულო. ეხლა მივდივართ ჩვენი უდიდესი სიმძიმე ჩანთებით. გითხრათ რომ ამხელა ჩანთებით თქვენ ეგრე აპირებთ სიარულს? ამხელა ჩანთებით რო ხედავთ ხალხსო გვეცოდებიანო რა. ხო. ძალიან კარგი ხედებზე ამოვედით. ანუ დაკამეთქი და წახვედი. აი ესე დაკარგა ქალბატონმა თავისი ჯოხები და ხა დავკარგე ერთი და და მოკლედ კიდე დაგვეხმარნენ და რა დავკარგავ ჯოხებს, აი თურმე რა დავკარგავ. და აკაი ჩავ. ძალიან პოლის ასაფსებად შემოვედით ოჯახში და იმ ხელა მეცხვარე ძაღლი დაგვხვდა ცოტა 5 წუთი ვფიქრობდით შემოსულიყავით თუ არა. გამარჯობა.
ხარ შენი 5 ლიტრიანით? ჯეს. მოხედი. ამოვედით ჯაბეში, ვიპოვეთ ზანგარგის საბანაკე, გავშალეთ კარავი, ჭამეთ, რომლის ვიდეოებსაც იხილავთ. ჯამში გამოვიარეთ 14 კილომეტრი, ალბათ 4 საათში, ხო ალბათ? ხო, ძალიან ხო. გამოვიარეთ. ჩვენი პირველი ჭამა ჯაბეში. ეს რა არის? ბრინჯი. ბრინჯი, სტაფილო. Orada mı oldu? Avoye! Hardly spoke to folks around him, didn't have too much to say. No one there to ეს ფახტავა, უსაყვარლეს მაგაცმა როგორ ყიდა. მან მოჩაი, და ერთხელ გადავასხი და მეორე ვაკეთებ. ანუ 2 წუთი ბოდიში მაიხადა მიგაგიკეთ. და თურმე გაიყო რატო დავდიო ესეთი მძიმე ჩანთით, იმიტომ რომ ამ ხელას წიგნი აქვს წამაღებული და მე სპეციალურად ლაშქრობის ეს ვყიდულობ ხელ წიგნებს, რა წავიკითხო რა ის სიმძიმე არ შემაწუხოს. ანუ ეს ესეთი მძიმე რაღაცა. გამზადებით ესეცინებოდ და არ მაქვს გასაბერი და ყოველთვის მეზარება ამის გაბარვა წერისთან ყოველთვის. თეორშტობის ხალხო. მეძინება. დღეს ქონდა სასაცილო ღამე. ანუ ფაქტობრივად არ გვეძინა, ერთი 9 ჯერ გაგვიღვიძა. იმიტომ რომ ჩვენს კაროთან რაღაცა ფაციფუცობდა რა. გუში რა კარგად მეძინა. ფინოლებმა. გუში წეინოფას არ დამოწინეს დღეს. თეორშტობის. მიესალმე შეს გამწერეს. დავიძარეთ საბანაკიდან, ახლა მივდივართ ადიშისკენ, ცოტაღა დაგვრჩა რომ 11 საბაგიროებამდე გამივიდეთ და გვეგონა რაღაც ეს იყო გახურება და ახლა დავიწყეთ და თურმე 60% ხო, გავიარეთ. და ძალიან ცოტაღა დაგვრჩა. და ხალხი გვეუბნება დაგვიწიეთ უკვე ხო. სწრაფები ხარ. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა კარავს ვალაგებდით რაღაცები, ხო, ისინი რომ კარგით ავიდნენ, რაღაცა, ისინი ხო. უკვე დაიძინეს. თქვა დავიწყეთ ჩემს გელით რაღაც 1 საათი წვიდით და რაღაცა დავიწიეთ რა. უკვე ბაქიაო. ნუ რაც სიმართლეა, სიმართლე ხარ აკვეთ. უბადლობადო და ქაიშხა და კატრინა. ხა და მოკლედ ახლა მივდივართ თეთროდისკენ, ცოტა ცხელა, სულ აღმართები გიწევს ეს გზა, მაგრამ მივალთ მალე. და მარშრუტზე ის არის საქართველები არ გვხვდებიან. ნუ გიდები თუ არ არიან, უმეტესად სულ ცხოველები არიან. გზად დაკრაფენე, ხო მოცვია? რა ქვია, არა, რაღაც ხო. ახემშიკან ბობშერისგა ჩენცხე კანხეცხე ხენ მინგა ლაშტრალისგან ცხეხსერდე ჩოცად ხმერდე ცხეკარისგა იმშა სერდე მერა მიშანს მარ სერდე ჩიმშა მირმა სერდე ზემში ხეცხნი მალე ჩიმშა სერდე თეთროდის საბაგიროებთან მოვედით. შესვენება გვაქვს. ჭამთ დოშირაკის პიურებს და ყველას გონია ჩინელებს თავები გავნახოთ რომ ის არის ვატრია მაგრამ არა კარტოფილია კარგად ვიარეთ ძალიან კარგი ტემპით და ახლა გვიწევს დაშვება ადიშისკენ და საბოლოოდ იქ დავანაკდებით ჭამის შემდგომ. This is very not typical lemonade taste. This is It's very typical Georgian lemonade. It's called Tarhuna.
აქვე გავიგე რა მაგისტრატურაც ჩავაბარე. ბილიკზე გავიგე, ეგ ამბავი. ამოვიარეთ თეთრონდეს ტრასა და ეხლა ჩავდივართ ადისში. დაგვჭა 5.9 კილომეტრი და 2 საათი. I would say yes, but we didn't want to go to the next. ადისში კაი ხანია ჩამავედით, ჩანთები დავდეთ და რაღაცა ტყარი ადიშის ბოლოს. ტყეში ხეებში ჩამავლურთ და გადავწყვეტეთ ალპის ნახვა. თან ძალიან გვშედა გვეგონა რომ რაღაცა ძალიან მალე შეფხვდებოდა ეს რაღაცა ჩუსტებით გამოვედით და ასე შემდეგ და თორემ რაღაცა შორმანძიზე ყოფილა რა 1 კილომეტრამდე არის. თანადოს ძალიან გვშია. ეს უნდა გადავლახოთ და მივართ იმ ტბამდე ესე შემოვლით და მივართ. გამოვიდა რომ ტყუილად დავჭამეთ და ტყუილად შევჭამთ 3 საათის შემდგომ. მაგრამ და პესიმისტ ვიჩავთ. არ წავედით იქიდან. მაგრამ მაინც კარგი იყო მდინარის ცივი წყალი და ხა. და დავსაც ავაფრეთ. ძლებს გვეხურისა საჭმელი ლობია გავიკეთეთ უცებ. დავჭამთ ამ ზამშერი ვიყავი ზამშერი. კარას დღეს ვშლით ერთ-ერთ ოჯახში, სადაც გითხოს და შეგიძლიათ გაშალოთ კარავი აქა და გავშალეთ. ეს ხაჭაპურები არის. არ არის მოპარული, ჩვენთან ამოაგზავნა, სხვათა შორის კი თქვენ გამოგიგზავნათო. ანუ წესით კი, ჩვენად ხა. კი და შემთხვევით აღმოჩნდით ესეც ოთახში. იმიტომ რომ გვეცადებითო გარეთ როგორ უნდა დაიძინოთ ორი გოგო ქართულად მოლაპარაკეო და აგე ვიძინებთ აქ და ხაჭაპურებსაც კი ვჭამთ. ყველაზე მთავარი ვიბანავე ეს თავი დაბანილია და მეც დაბანილი ვარ. კაია. ხო, მაგარი არა, კარავს რო შლი რაღაცა და უცებ ხდება რა. კაია ცხოვრება. აქ ხალხი ჩამოდის გესხაუსებს ჯავშნის რაღაცა როგორ. როგორ გეძინეთ. გონი არა ნახატის წინ ვარ. ძალიან კარგი იყო საწყალში წელი, აი ძალიან კარგი საბანი და თბილი ლოგინი იყო იდეალური და იდეალურად მეძინა, სახესაც კი მატყუია. ავბარგდით, ჩავბარგდით, რა? უბერის რაღაც. არ ვიცი. და გავმართებით ახლა ბილიკზე, დღეს გველიწიან თქვენთან შედარებით უფრო მეტად რთული გზა. და საღამოს ვიქნებით უკვე ჩვენს დანიშნულების ადგილას სიფრაში, სადაც უნდა დაგვანაკდეთ დღეს. პირველად გადავლახე ცხენით მდინარე და თავიდან მეშინა და მეთქესე ძალიან გრე ყანყალობდა რაღაცები და ძალიან კაი გზობა ყოფილა. ხანი გამომივიდა შესვენება დავიძრებით სოფელ იფრასკენ, სადაც დაგვჭა დაახლოებით 3 საათამდე სასიარულო. კარგი გემრიელი აღმართები ამოვიარეთ და ეხლა გვიწევს დაშვება და ჩავალთ საფრისკენ. მე და კატერინა ეხლა ვფიქრობთ როგორ ავუხსნათ არამოლოშხი ადამიანს. აი ძალიან დაღლილი რომ მოხვალ ლაშქრობიდან საბანაკემდე. აი ფეხები რო გვტკივა, მაზოლები გაგაიყ ყველაფერი და აი და
ფეხების ბალახზე ქავილით თუ მოფხანით ბედნიერებისგან რა ვიცი ჩავკაიფდით ხო ანუ ვიცინოდით უაზროდ რავი რამდენი ხანი როგორ აღხსნა ეგ ვინმეს მე ჩემი აზრი იყო რომ ეგ ყურს რო წინსკო მართლა აი ჩემი საოცარი ზაგარი აქეთ თეთრი ვარ აქეთ შავი ორეო ვარ და წინტების ზაგარი კიფრაში ჩამოვედით და აგვწამთ ერთ-ერთ ოჯახში სადაც უნდა დავრჩეთ და ძამშია და გადაღების თავიც არ მაქვს და მენც წაღან უცებათი ჩართვა გქონდა რომ აი საერთოდ არ ვიცანი YouTube-ის ვისდარს ვიდეოს ბედნიერები ვართ კიდევ ბედნიერი ვარ რა ხალხს უყურებ რა ჭამ საუბედნიერდება ეს რო ხარი You're gonna feel like a princess now. Do you have any other interviews? No, me. Just like. ჩავაბარეთ ჩვენი იაპონელი სვან მაშვალებს და ეხა დავიძარეთ და გავგზავნეთ გზა უშკულისკენ მე და კატერინა უსმენთ ეხლა თან მოვდივართ და მარგიანის სიმღერებს და ანუ თან თვალად გვაქვს ეს უმამაზესი კოშკები და ორივეს რაღაც ცოტა თვალებში მოგვაწვა ემოციები. ძალიან კაია და მე თქვენ ასე ძალიან რატო გიყვარს სვანეთია და რატო გინდა სუაქეთა. ძალიან საოცრებაა და ყველამ უნდა გაიცნოს აი ეს გრძნობა რა. გუშინაც ვკითხულობდი რა. მეთქე ნეტა ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ხო? და არ ვიცი. ესეც რაღაცები უნდა გამოცადა რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ემოციები მაქვს ხალხთან, ძალიან მაგარი. აქაც კაია, აქაც კაია. ყველგან კაია. და ხა, ეხლა წავალთ ნიჟაძის სახლ-მუზეუმში, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. და თუმცა ძალიან საინტერესო ნახატები ქონია და მაგასაც ნახავთ. მე რაღაც ფოტოებს გადავიღებთ. იქით თურები, აქეთ თურები და მესტია. Criado, minha juventude este. Oi criado, iar bachar betri. Oi criado, junari minha. ეს ორი რა დაგვა. ბაში რომელიც ფარად ისავს ვიდეოს და ძალიან დიდი ხანია რა წინდა რომ მოვხდე და სვანეთის ლაშქრობა ისე არ მთავრდება ჯერ ძაღლმა გამკაცრა ეხლა რაღაცა სვამდი და ბზიკმა მიკბინა რომელიც ამ წამს მოკვდა და დაფხიკებო არა ანუ მან როდის იფხიკება იცი როცა ზეყ ეთყობა რა ხიკოს კატრინა რა რავი ამოვიდეს რაღაც ნექტარიც რაღაც ნექტარი მე ჰადუჭბა ჯექს მიგენა კოლთხი უშბა მაგრამ რა მიეჩიდა ჩვენ ბუსგურახ თაკვითალა მეს გმასხიბ მე შეხალა ესეც ჩვენი პირველი სტოპი სვანეთთან თბილისისკენ პლუს ერთი მინუტი გამარჯობა ჩამოვედით მესტიიდან პირველი სტოპით ვართ ზუგდიდში და ზუგდიდიდან ისე უნდა გავყვეთ სტოპებით მე მაგალითად არ მეყო და არც კატრინას არ იყო რაც იყო კაი მაგალითად გინდა კი სვანეთი არის ეს არის საკმარისი ჩემი დაკურებით რამდენი ხანით არ უნდა იყო თუნდაც თუ გაჩერდი არ ყოფნის და ერთი მიწის ნაკვეთი სპონსორება რა სიტყვა და იქიდან ჩაგიწერთ ხოლმე სვანეთის ვლოგებს სტოპზე ვდგავართ და პორს ვჭამთ იქნებ ვინმეს შევეცადოთ და წაგვიყვანოს
და თან გვიდა რესტორანში ელარჯი რომ არ მოვწეროთ ისე ხშია. თან სუპტიჩი ვართ. ტაქსია. ურთ მთელიქსა. ჩემჩეთეს მე რა გემრიელია. ატასტაც გავუყენეს. მოდი შენც. ჩვენი სპონსორი. ეხლა გითხარი ქართული ვაჟკაცი. კაცი. ხიპის garaში იგივეა რაც სახლი აივნის garaში. თბილისის მაგალითად ჩამოგვიყვანეს. იდეაში ძებში მიდიოდა, მაგრამ მოგვიყვანეს ავტობუსის გაჩერებამდე და ეხლა მოვიდივართ უკვე მეტროსკენ დავლოდნენ საფარში და ეხლა ვსაუბრობთ სტოპზე და სტოპზე გერდა საკუთარი ჩვენს ლაშქრობა მოგზაურობაზე და 10-დანაც. 10-დანაც ჩატო. Yes. აი ზაგაგი ვარა და ანუ სტოპზე მეკითხებიან ხოლმე რომ აი არ გეშინიან ცუდი ხალხი და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხი საუკეთესო ხალხი შეხვდა და არ ვიცი რა იმართლა ღირს ამისთვის სტოპი რომ წახვიდე და კარგ ხალხს შეხვდა. ეხლა 5 სტოპში ჩამოვედით? ოთხ სტოპში ჩამოვედით. იდეალური ხალხი იყო. და რა. ლოგამდე. აჰა.